პროლოგის შემდეგ პოემა არაბეთის მეფის როსტევანის ხსენებით და მისი ასulis თინათინის გამეფებით იწყება. იყო არაბეთს როსტევან მეფე-ღმრთისაგან სვიანი. რუსთველოლოგების მიერ უპირველესად ეჭქვეშ და დამდგარიყო როსტევანის არაბობა, რადგან პოემის დასაწყის თუ დავუკვირდებით, რუსთველი იმ თავითვე გვაგრძნობილებს, რომ როსტევანი არაბი არ იყო. პოეტს შეეძლო ეთქვა არაბეთს მეფობდა არაბი მეფე როსტევანი, ან როსტევანი იყო არაბეთის მეფე. რუსთველი ამბობს, იყო არაბეთს, რაც ისე ჟღერს, როგორც ასე მოხდა. სტროფი იწყება წარსულ დროში და მოვლენები ვითარდება აწმყოში. ზოგიერთის აზრით, წარსული დროის ხსენება უძველესი არაბეთის მლიშლება უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში გენიოსი პოეტი სხვაგვარად დაიწყებდა თხრობას. საფერისი იქნებოდა ეთქვა არაბეთის მეფე როსტევანს. როსტევანის დახასიათება, როგორც მოსავარცხლე და მოწყალე, მინიშნებაა იმისა, რომ სიმბოლურად იგი შემოქმედის ტოლს სწორია. სეციური გონის მწიერი სიმბოლოა. მოწყალეა უფალი და ამბობს, არ უმრის ხანებს სამუდამოდ. რუსთველი ამბობს, რომ როსტევანი გამგებიანია, რითაც მის ღვთის მოსაობაზე მიგვანიშნებს. გამგებაა ის, რასაც ჩვენ ვთესავთ. როსტევანი რომ ქრისტიანია და ღვთისმოშიშია, ამიტომ არის უხვად გამცემი. ნათქვამია, რომ სხვა ძე არ ჰყავდა. შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ძე არ ჰყავდა. ძე და ისიც პირმშო ბიბლიურად ქრისტეს კანონიკური ზედწოდებაა. სხვა ძე არ ჰყავდა, პირდაპირ მიანიშნავს როსტევანის ქრისტიანობას. მას სხვა ღმერთი არ ჰყავდა. ხოლო ასულზე ნათქვამია, რომ სოფლის მნათი მნათობია. სოფლის, ანუ ქვეყნის განმანათებლად შექმნა ღმერთმა ქრისტე, ანუ ვარსკვლავური ნათება. და თუ თინათინში სიმბოლურად ჩაფიქრებულია საღვთო გონის პირმშო ქრისტეს მწიერი პორტრეტი, მაშინ ის ვარსკვლავურ კრებულსაც უნდა იყოს შედარებული და რუსთველი არც ამას ტოვებს უთქმელს. თინათინი იყო მზისაცა დასთა დასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყო მზის თანმხლებ დასში მყოფი. რუსთველი კონკრეტულად გვეუბნება, რომ მისი სახელი როგორც არის, ესე უნდა იცნობდეთო. მისი სახელი თინათინ არც ესე საცოდნარია.